ტრამპის უსაფრთხოების გეგმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ირანს პირდაპირ დაარტყა და ეხლა ირანის ნაკრები სახლში დამარცხებული ბრუნდება. მე აღატოვა. მადლობთ. აბარწავა. ირანის ნაკრები გამარჯვების გარეშე დასრულდა. მან პრეტენზია გამოთქვა FIFA-ს მიმართ. გააკრიტიკა შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ლოგისტიკა. გადაკვეთა საზღვარი ტიხუანადან, მექსიკიდან. და ტურნირიდან გამოვარდა ეგვიპტესთან ფრის შემდეგ სიეტლში, სადაც გადამწყვეტი გოლი ვარის მიერ გაუქმდა მატჩის ბოლოს. მისმა მთავრობამ უკვე ფედერალური სტრუქტურა, იმიგრაცია და უსაფრთხოება პლანეტის ყველაზე დიდ ტურნირს უკვე თავს მოახვია. FIFA შუაში აღმოჩნდა. ჯანი ინფანტინო სამიზნედ იქცა და ირანი დანაკარგებზე ჩივილით წავიდა. დევნა სამართლიანობის ნაკლებობა და შეუსრულებელი დაპირებები. დიახ, უნდა ვეხვეწოთ. ჩვენ ყოველთვის წუწუნებთ ამ საკითხებზე თავიდანვე. ეს კატასტროფული მსოფლიო ჩემპიონატია. ეს კატასტროფა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გულისხმობ FIFA-ს. მათ აქ ყველა პრობლემა უნდა მოაგვარონ, მაგრამ სამწუხაროდ თავიდანვე ვერ მოახერხეს ამის გაკეთება. ბატონი ინფანტინო ჩვენს გასახდელში მოვიდა პირველ თამაშზე და გვითხრა, ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ჯგუფური ეტაპი ხვალ მთავრდება. და ჩვენ აქ ჩვენი ლოგისტიკის თანამშრომლები არ გვყავს. მათ ვიზა არ აქვთ. როგორ არის შესაძლებელი, რომ ყოველთვის მექსიკაში უნდა ვიმოგზაუროთ? ტიხუანაში ჩვენ გვიყვარს მექსიკის ხალხი. ჩვენ გვიყვარს ტიხუანა. ძალიან კარგია. ისინი ძალიან თავდაბალი ხალხია. ჩვენ გვიყვარს ისინი. მაგრამ როგორც პროფესიონალი მოთამაშეები, პროფესიონალური კონკურენცია ეს სწორი არ არის. მართლა? ეს ჩვენი აზრია, რადგან ახლა ისევ მოგვიწია მოგზაურობა, რომ ისევ ტიხუანაში წავსულიყავით. ამიტომ არც გამოჯამთელება, არც არაფერი ეს სამართლიანი არ არის. მაგრამ ჩვენი აზრით ეს სამართლიანი არ არის. თუ ეს სამართლიანია. კრიზისი ასევე ატარებს სიმბოლოს, რომელსაც ირანის რეჟიმი ვერ შლის. რაშიდ მაზაერის, ირანის ნაკრების ყოფილი მეკარის, ადგილსამყოფელი, კვლავ საჯაროდ გაურკვეველია მას შემდეგ, რაც დააკავეს ირანის ხელმძღვანელობის კრიტიკის შემდეგ. მსოფლიო ჩემპიონატის დროს გულშემატკივრებმა ფლემა პლაკატები ასწიეს კითხვით: სად არის ის? რადგან მაშინ, როცა თეირანი ცდილობს ფეხბურთი პროპაგანდისთვის გამოიყენოს, მაზაერის სახელი მსოფლიოს ახსენებს, რომ სპორტსმენები, რომლებიც რეჟიმს ეწინააღმდეგებიან, შეიძლება უბრალოდ გაქრნენ საჯარო დებატებიდან, კაფიო პასუხის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე. მოგესალმებით ჩემს ყველას ძვირფას თანამემამულეს. უპირველეს ყოვლისა მინდა მიუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს და ირანის მარადიულ მოწამეებს. მე არ ვარ ბევრი მოსაუბრე და არც სოციალურ ქსელებში ვაქტიურობ. მაგრამ ყველა ვიცით, რომ ამ პერიოდში მთელი ეს უპრეცედენტო ხოლსვა ჟლეტისა და ბოლოდროინდელი დანაშაულების მთავარი პასუხისმგებელი არავინ არის, გარდა ალი ხამენეისა და დღეული ისლამური რესპუბლიკისა. სამწლიანი სამსახურის შემდეგ ესადესი მიზეზი, რის გამოც აქვახ, ისაა, რომ ვეღარ ხუჭავდი თვალს ამდენ დანაშაულზე და ვეღარ რჩებოდი ჩუმად. თელმა სოფლიომ უნდა ნახოს და მოისმინოს, რას აკეთებენ ისლამური რესპუბლიკა და ხამენეი ირანის ხალხის მიმართ. იყავით დარწმუნებულები, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანების სისხლი უშედეგოდ არ დაიღურება. არ უნდა დაუშვათ, რომ ასე დარჩეს. არ უნდა მისცეთ უფლება, რომ ფეხქვეშ გათელონ. ისლამური რესპუბლიკა, ხამენეი და მისი მაფია აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებზე. დარწმუნებული იყავით ბატონი ხამენეი ამისლის პასუხს აგებს. აქ მხოლოდ იმის სათქმელად ვარ, რომ ყველა ჩემს ძვირფას თანამემამულეს უთხრა, უნდა ავდგეთ და რაღაც გავაკეთოთ. ნუ შეგვეშინდება ყველანი ერთად ავდგეთ. ღმერთის დახმარებით ჩვენ დავიმარჯვებთ. თავისუფლებისთვის. რა დააქვეიტა ირანი? რატომ გადაიქცა მსოფლიო ჩემპიონატი პოლიტიკური ზეწოლის არენად? როგორ მოახერხა ტრამპმა ლოგისტიკის ძალად გადაქცევა ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგის წინააღმდეგ? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და უშუალო კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ესეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. კრიზისი დაიწყო მანამდე, სანამ ბუთი გაგორდებოდა. თეთრმა სახლმა შექმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რათა კოორდინაცია გაუწიოს ფედერალურ ძალისხმევას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან და 2022 წლის საკლუბო ჩემპიონატთან დაკავშირებით. აშშ-ის მთავრობის დეპარტამენტებისა და სააგენტოების მონაწილეობით.
თეთრი სახლის ოფიციალური გვერდიც კი წარმოაჩენს ამ სამუშაო ჯგუფს, როგორც ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი სპორტული ღონისძიებისთვის მზადების ნაწილს. თამაშები ჩატარდება ამერიკის 11 ქალაქში, მათ შორის ლოს-ანჯელესსა და სიეტლში. სწორედ იმ ადგილებში, სადაც ირანი ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ეს არის ის მომენტი, რომელიც ყველაფერს ხსნის. მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ FIFA-ს ხელში არ იყო. შეერთებულ შტატებში დელეგაციების შესვლა, საზღვრის კონტროლი, სტადიონების უსაფრთხოება, ვიზები და უცხოელთა ყოფნა ამერიკის მთავრობის მეშვეობით ხდებოდა. და როდესაც მოწინააღმდეგე ირანი იყო, ქვეყანა რომელიც პირდაპირ დაძაბულობაში იმყოფებოდა ვაშინგტონთან, სპორტი იმავე დერეფანში შევიდა, სადაც საგარეო პოლიტიკაა. ირანი ტურნირზე მრავალი შეზღუდვით მივიდა. Reuters-მა 12 იუნის გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჰდი მოჰამედ ნაბიმ, ირანის ნაკრების ზედამხედველმა, გააკრიტიკა FIFA-ს კოორდინაციის ნაკლებობა. მას შემდეგ, რაც ირანის ფედერაციის 15 წევრს უარი უთხრეს ვიზაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებაზე, დელეგაციას მოუწია სავარჯიშო ბაზის არიზონადან ტიხუანაში გადატანა ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. და ნაბიმ თქვა, რომ არასოდეს უნახავს ასეთი არაორგანიზებულობა მსოფლიო თასზე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა უარის მიზეზად დაასახელა ის, რომ არ დაუშვებდა ვიზების სისტემის გამოყენებას ტერორისტების შეერთებულ შტატებში ყალბი მიზეზებით შეღწევისთვის. ეს ფრაზა პოლიტიკურ ბომბად იქცა, რადგან სპორტის სფეროს გასცდა და ირანის დელეგაცია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ლოგიკაში მოაქცია. ირანი სპორტზე საუბარს ცდილობდა. ტრამპის ადმინისტრაციამ ამას საზღვრის, საფრთხისა და შიდა დაცვის საკითხად მიუდგა. FIFA-მ სცადა პრობლემისგან დისტანცირება, მაგრამ დაზიანების გარეშე ვერ გამოუვიდა. ინფანტინომ დაიცვა პოზიცია, რომ ორგანიზაცია არ აკონტროლებს მასპინძელი ქვეყნების მიგრაციულ გადაწყვეტილებებს. ირანს მკაცრი და მძიმე გეგმა დაუწესეს. გუნდი ტიხუანაში, მექსიკაში იყო დაბანაკებული და თამაშისთვის შეერთებულ შტატებში შესვლა მოუწია. სიეტლში ეგვიპტესთან მატჩამდე ამერიკის მთავრობამ წესის ნაწილი შეამსუბუქა და გუნდის შესვლა თამაშამდე 2 დღით ადრე დაუშვა. თუმცა მატჩის დასრულების დღესვე ქვეყნის დატოვების ვალდებულება ძალაში დატოვა. Reuters-მა 23 ივლისს გამოაქვეყნა, რომაც შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაადასტურა ეს ცვლილება და განაცხადა, რომ უსაფრთხოების პროტოკოლები უცვლელი დარჩა. ირანის საელჩომ კენიაში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ ნაკრები ტიხუანაში დილის 4 საათზე ჩავიდა ამერიკაში ჩატარებული მატჩის შემდეგ და ამ სიტუაციას უსამართლო და სამარცხვინო უწოდა. ძალიან კარგი. ძალიან. კარგი არა მიდი. მადლობა ღმერთს. ირანის სახელმწიფო მაუწყებელმა ილიბემ ასევე გამოაქვეყნა, რომ საკვალიფიკაციოსთვის საჭირო არც ერთი პირობა არ შესრულდა და ირანი დაემშვიდობა მსოფლიო თასს, მიუხედავად იმ ბარიერებისა, რომლებიც ამერიკის მთავრობას მიეწერა. მინდორზე კი ელიმინაცია სპორტული სისასტიკით მოხდა. 27 ივნისს ირანმა ლუმენ ფილდზე, სიეტლში, ეგვიპტესთან 1-1 ითამაშა. ეგვიპტემ ანგარიში მაჰმუდ საბერის გოლით გახსნა. რამინ რეზაიანმა კი პირველივე ტაიმში გაათანაბრა. ირანს ეგონა, რომ შოჯა ხალილზადეს გოლით მატჩის გოლოს წინ გავიდა. სიხარული მალევე დასრულდა. ვარმა თამაშგარე დააფიქსირა, დამატებულ დროში გოლი გააუქმა და ირანის ნაკრების სხვა შედეგებზე დამოკიდებული დატოვა. საიდ ეზატოლახი ამჟამად თამაშს ტოვებს. მესამე ადგილოსანთა ცხრილი ისეა, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე გავედით. ჩვენ მე-6 ადგილზე ვართ, ხორვატია მე-7-ზე და კორეა მე-8-ზე, მაგრამ ქვემოთ მყოფ გუნდებს ჯერ კიდევ აქვთ სათამაშო. სამ სცენარს აგიხსნით, თუ როგორ შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე გასვლა. იმედი მაქვს ეს მოგეწონათ, რა თქმა უნდა. ფრეის შემდეგ მერდი ტარემიმ საჯაროდ გახსნა კრიზისი. ირანის კაპიტანმა ტურნირი კატასტროფად მოიხსენია. იჩივლა, რომ გუნდს კვლავ ტიხუანაში მოგზაურობა მოუწევდა სათანადო აღდგენის გარეშე და თქვა, რომ ეს პროფესიონალური ტურნირისთვის სამართლიანი არ იყო. რეპორტაჟში ასევე აღინიშნა, რომ ირანის ტურნირი გამოირჩეოდა ომით, მიგრაციული შეზღუდვებით, ვიზის სირთულეებით და მუდმივი გადაღლილობით. ირანის რეჟიმის ნარატივმა სცადა მარცხის გარდაქმნა. აშშ-ის წინააღმდეგ ბრალდებათ.
საკლუბო ნაკრები ეროვნული სიმბოლო გახდა. გულშემატკივრები თეირანში შეიკრიბნენ. ვიდეოებში ჩანდა, როგორ ადევნებდნენ ირანელები თამაშებს კინოთეატრებში და პალესტინელებიც კი ღაზაში გამოჩნდნენ, რომლებიც საჯარო ტრანსლაციაზე ეგვიპტე-ირანის მაჩს უყურებდნენ. ფეხბურთი ემოციური შემაკავშირებელი გახდა რეჟიმისთვის, რომელიც ყოველთვის ცდილობს სპორტი გამოიყენოს როგორც წინააღმდეგობის პროპაგანდა. მხოლოდ ამჯერად სცენა ამერიკის ტერიტორიაზე იყო, ამერიკული წესებით, თეორიულ ეპოქაში. თეთრმა სახმა საპირისპირო ნაბიჯი გადადგა. მაშინ, როცა ირანი დაღლილობასა და უსამართლობაზე ჩითლობაზე ჩიოდა, ამერიკის მთავრობამ მსოფლიო ჩემპიონატს ქვეყნის ვიტრინად იყენებდა. თეთრი სახლის პროფილმა გამოაქვეყნა ვიდეო ინგლისური ფრაზით იმის შესახებ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკაში განსხვავებულია. დონალდ ტრამპმა მსოფლიო ჩემპიონატი ძალის, ეკონომიკის, საზღვრისა და ეროვნული იმიჯის ვიტრინად გამოიყენა. ირანმა კი საკუთარი ნაკრები წინააღმდეგობის სიმბოლოდ წარმოაჩინა. საბოლოოდ რეალობამ აჩვენა, რომ ვინც აკონტროლებს შესვლას, დარჩენას, უსაფრთხოებასა და გადაადგილებას, ის აკონტროლებს თამაშის დიდ ნაწილს, სასტარტო სასტვენამდე. ირანის პრეტენზიამ ასევე გამოავლინა წინააღმდეგობა. რეჟიმი სპორტულ სამართლიანობაზე საუბრობს, მაგრამ მართავს ერს, სადაც პოლიტიკური თავისუფლება, შიდა ოპოზიცია და სამოქალაქო უფლებები მძიმე ზეწოლის ქვეშაა. როდესაც ნაკრებს შეერთებულ შტატებში შეზღუდვები დაუწესეს, თეირანმა სცადა თავი მსოფლიო მსხვერპლად წარმოეჩინა. მაგრამ იგივე რეჟიმი საკუთარ ხალხს კონტროლს, ცენზურასა და რეპრესიას უწესებს. სხვაობა ისაა, რომ ამჯერად მეორე მხარეს ისეთი მთავრობა დახტა, რომელმაც დელეგაციას იგივე სიმკაცრით მოექცა, როგორც სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებს ექცევა. FIFA შეიძლება ძლიერი იყოს, მაგრამ შეერთებულ შტატებში საზღვარს ამერიკის მთავრობა განსაზღვრავს. ისტორია აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს. წინა მსოფლიო ჩემპიონატებზე მასპინძლები როგორც წესი სავიზო რეჟიმს ამსუბუქებდნენ ტურიზმისა და მიმოსვლის გასაზრდელად. როიტერსმა გაიხსენა, რომ რუსეთმა 2018 წელს ბილეთიანი გულშემატკივრებისთვის უვიზო სისტემა შემოიღო. სხვაობა ახლა ისაა, რომ ტურნირი აშშ-ში ჩატარდა იმ დროს, როცა ერთ-ერთ მონაწილე ნაკრებთან პირდაპირი კონფლიქტი აქვთ. პირველად მსოფლიო ჩემპიონატმა მიიღო ნაკრები ქვეყნისა, რომელიც მასპინძელთან ომშია. და სწორედ იქ იგრძნო ირანმა განსხვავება ნეიტრალურ მსოფლიო ჩემპიონატსა და სტრატეგიული მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ჩატარებულ ჩემპიონატს შორის. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ ფიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში. ახალი ვიდეოების შეწყობინებები